დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ თვით დაჯერებულებაზე, იმიტომ რომ დროა ჩვენ დავუჯეროთ ჩვენ თავს და დროა ჩვენ ხელში ავიღოთ ჩვენივე ძალაუფლება. რადგან მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს, ან გონებაში გვაქვს, ან ოცნებებში გვაქვს და რაღაცა გაჭედილში ვართ, რაღაცა ვერ ვაღწევთ და რაღაც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავდივართ. ეს ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ჩვენი თავის არ გვჯერა. და დღეს ზუსტად ამ თემაზე მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ მეც გამოვიარე ზუსტად ეგ გზა და ეხაც გავდივარ, ბოლომდე ეხაც არ მაგავლილი. სხვა შორის სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ რა კუთხით გამეღო კამერა, რა ფონზე ჩამერთო, მეცვა თუ არა ის რაც უნდა მცმოდა, შემეძლო თუ არა ქართულად ლაპარაკი თავისუფლად და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ თავარია ჩავრთო კამერა და თავარია მოვიმოქმედო და თავარია თავის თავს დავუჯერო. ხო და ზუსტად ამ თემაზე მინდა თქვენთან ლაპარაკი, იმიტომ რომ საერთოდ მივხვდი ცხოვრებაში, როცა მქონია ის მომენტები, რომ ობიექტურად შემიხედია სიტუაციისთვის და მithქვამს, იცი რა? მე ბოლომდე ვერ ვზნობ თავდაჯერებულად ამ სიტუაციაში, მაგრამ რო უყურებ იმ ადამიანებს, რომელთაც გამოვლილი აქვს ეს გზა, ან ამ სფეროში არიან, რაც მე მინდა ვაკეთო, ან იმას აკეთებენ ზუსტად, რაც მე მინდა და ძალიან წარმატებულები არიან, ხვდები, რომ ეს ადამიანები ჩემზე მეტი არაფერში არ არიან. აი ძალიან ბევრჯერ დამხვდა ჩემ წინ ეგეთი სიტუაცია, რომ გავიცანი ადამიანები, რომლებიც არიან, აი ძალიან წარმატებულები, აქვთ უამრავი აკოლადები და რასაც ქვია, აი ფული, აი მილიონრები თუნდაც, ძალიან ბევრი წარმატება თავის სფეროში. და ხვდები, რომ ესენი არიან, აი არ არიან განსაკუთრებულად რაღაც ჭკვიანი ადამიანები, არ არიან განსაკუთრებულად რაღაც თავდაჯერებული ადამიანების ეხა სიმართლე რა ვთქვა, ანუ აი ძალიან ჩვეულებრივები არიან რა. და მაგედან ხვდები, რომ არავიზე ნაკლები ჩვენ არ ვართ, მარტო მაშინ ხვდებით ჩვენ ვიღაცაზე ნაკლები, როცა ჩვენ ამ ისტორიას ჩვენ თავს ვუყვებით. როცა ჩვენ თავს ვეუბნებით, რომ შენ არ ხარ ამის გამკეთებელი, შენ არ ხარ არ გაქვს ამის შესაძლებლობა, შენ ეს არ შეგიძლია, ჩვენ ქვეცნობიერს ამას ვაჯერებთ. და ქვეცნობიერიც აქედან გამომდინარე ამ გარემოს გვიქმნის, რომ ვერ ვაღწევთ ჩვენ თავის რეალიზებას, იმიტომ რომ ჩვენ მართლა გვჯერა, რომ არ შეგვიძლია ეს, იცი? და მგონი დროა, რომ ეს ამ ყველაფერს ძირი მოვუყოთ. იმიტომ რომ ცხოვრება მართლა ძალიან მოკლეა. და იმას, რომ დაველოდოთ რაღაცას, რომ აიქნებ იქეთა წელს რაღაცა შეიცვალოს, ან ვიღაც გარეთა მოვლენებზე დავამყაროთ ჩვენი მომავალი და ჩვენი ცხოვრება. ეს ძალიან არასწორია. მით უმეტეს ახლა საქართველოში როგორც ხდება, რომ აი ყველაფერი მთავრობას რო ბრალდება, ან მეზობელს, ან მამიდაშვილს, ან მეგობარს. იცით რა? ჩვენი ცხოვრება მაშინ შეიცვლება, როცა ჩვენ რადიკალურ პასუხისგებლობას ავიღებთ ჩვენ თავზე. აი სანამ მაგ მომენტამდე ჩვენ არ მივალთ, ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვლება, ზუსტად იქ ვიქნებით, სადაც ვიყავით 1 წლის წინ, 2 წლის წინ და ცხოვრება გავა, წლები გავა. კი შეიძლება რაღაცეები აი ესეთი ავტოპილოტური მოქმედებები წარმოიშვა შენ ცხოვრებაში, მაგრამ შენი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე შენ უკაცრავად შენ მიზნებს და ოცნებებს ვერასდროს ვერ მიაღწევ თუ დარჩები იმ რეალობაში, რაც არის თვით დაუჯერებლობა და რაღაც ის perfectionism-ი როგორ არის ქართულად,
ესე იგი რაღაც სრულყოფილობის მიმართ სწრაფვისკენ. ანუ ეხლა რა ხდება, რომ სანამ რაღაცას წამოიწყებ რა, აი თქვათ გინდა ბიზნესი, ან გინდა რომ YouTube-ზე დაიწყო, ან TikTok-ზე დაიწყო ვიდეოების შექმნა და ფიქრობ ეხლა აი იცი რა, მე არ მაქვს კაი კამერა, მე არ მაქვს კაი განათება, მე არ მაქვს კარგად თმები დღეს გაკეთებული, მე არ მაქვს დღეს მაკიაჟი, ან არ ვიცი რაზე ვილაპარაკო. აი სანამ ჩავწერდი ამ ვიდეოს, ეხაც აი აბდაუბდად ვლაპარაკობ, ეხლა ჩემ თავს ვაკვირდები და თან ვაკრიტიკებ და მაგრამ მაინც მკიდია, იმიტომ რომ ყველაფერი ეგ სრულყოფილება ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივე რაღაცას ბევრჯერ და ის რომ შენი თავი დააბრკოლო, იმიტომ რომ შენ რაღაცა სრულყოფილად არ გაქვს გარემო მოწყობილი და რაღაც ექსკიუზები გამოგაქვს, რომ რატო არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება. ვერაზროს წინ ვერ წაიწევ და აქედან გამომდინარე იცი რა უნდა შეგეცოდოს ყველაზე ძალიან ის კი არა შენი ეგოდან გამომდინარე რომ აი ვიღაცა ამ ვიდეოს ნახავს და აი არ მოვეწონები როგორ გამოვიყურები ან არ მოეწონება რა ვთქვი იცი რა უნდა შეგეცოდოს შენი მომავალი თავი რომელიც აი 80 წლის 90 წლის რო იქნები ღმერთმა დიდხანს გადაცოცხლოს ყველა და უკან რომ მოიხედები ცხოვრებაში და ხო ვერაფერს ვერ მივახცია იმიტომ რომ მთავრობას ველოდებოდი შეცვლილიყო იმიტომ რომ აი რაღაც ვერ დავიკელი წონაში ან აი მილიონი 100 მილიონი მიზეზი შეიძლება იმისი მოიფიქრო რომ რატო რაღაცა ვერ მოიმოქმედე და აი 80-90 წლის ასაკში რომ მოიხედები უკან და მთელი ცხოვრება რა გასულია და უკვე ფიზიკურად რო არ გაქვს იმის შესაძლებლობა რომ რაღაცა მოიმოქმედო ეგ ჩემი აზრით ყველაზე დიდი საცოდაობაა რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვას ეგ არის ყველაზე დიდი საცოდაობა და ჩემი აზრით კი არა დაფიქრდით ეხა მე მგონი ყველას აზრით ეგ არის რომ რაღაც გონებაში რაღაც მიზნები გაქვს ოცნებები გაქვს და იმიტომ ვერ აკეთებ ამას რომ შენი თავის არ გჯერა და შენ რაღაცა გონია რომ ვიღაცაზე ნაკლები ხარ და შენ არ გაქვს იმის შესაძლებლობები რომ რაღაცა წამოიწყო და რაღაც ყველა ან ფული არ გაქვს საკმარისი, ან შესახედაობა არ გაქვს საკმარისი, ან სამეგობრო არ ყავს შესაბამისი, ანუ უამრავი მიზეზი არსებობს ამისი, რატო არ შეიძლება რაღაცის შექმნა. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. სამყარო არის შექმნილი ულიმიტო უსაზღვრო შესაძლებლობებით. ყველაფერი რაც შესაქმნელია, უკვე შექმნილია სამყაროში. ანუ რას გულისხმობ ხა მას კი არ გულისხმობ რომ ყველაფერი რაც გამოსაგონებელია, გამოგონებელია, კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის გამოსაგონებელი ტექნოლოგიის მხრივ, მაგრამ რას ვამბობ, ეს უფრო სულიერი მხრიდან და ანუ რწმენის მხრიდან ვამბობ, ანუ სამყაროს მხრიდან ვამბობ, რომ ანუ ადამიანები ვქმნით ჩვენ რეალობას იმის მიხედვით ჩვენ რას ვფიქრობთ თავში, ხო? აი ყველაფერი რაც წარმოქმნილია ხა. iPhone-ი, თვითმფრინავი, ეს ხო არ იყო ადრე. რავი, აი ნებისმიერი ტექნოლოგია წარმოიშვა იქიდან, რომ ჯერ ვიღაცამ ვიღაცას მოაფიქრდა ეს თავში, ხო? ჯერ ვიღაცამ ამაზე იფიქრა, იმაგრეთ თვითმფრინავი, ვიღაცამ იფიქრა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი რაღაცის შექმნა. რომელსაც შეეძლო ცაში ეფრინა, გადაიყვანა ადამიანები ერთი მდებარეობიდან მეორე მდებარეობაზე და აქედან გამომდინარე ერთი მოქმედებას მოყვა მეორე მოქმედება და შეიქმნა თვითმფრინავი. აი ზუსტად ამას გულისხმობ, რომ ყველაფერი შექმნილი, ანუ არასწორი სიტყვაა შექმნილი, ანუ ყველაფერი არსებობს, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ასე რომ ჩვენ ვართ როგორც ადამიანები ჩვენი რეალობის შემქმნელები და ლიმიტს ვაწესებთ ჩვენ თვითონ ჩვენ ლიმიტს უწესებთ ჩვენ თავს და მაგას ვამბობ ანუ სამყარო ულიმიტოა ლიმიტი მაშინ ხდება როცა შენ თავს უწესებ ლიმიტს
აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. აი უამრავი ისტორიები არსებობს ადამიანების, რომლებიც აი როგორი სოფლებიდან და როგორი შეუძლებელი ოჯახებიდან წამოვიდნენ და გახდნენ მილიონერები და გახდნენ წარმატებულები და ცნობილები. აი უამრავი ისტორია არსებობს ამისი, ამიტომ რომ ის მიზეზი რომ ეს არ მაქვს, ის არ მაქვს, ის მეზობელი რა სიტყვის, ეს თავრობა რა სიტყვის, ეგ ყველაფერი არის შენი თავის მიერ დაწესებული ლიმიტი, შენ თავის მიმართ. და ამასთან პარალელურად არის შენი თავის დაუჯერებლობა, რომ შენ არ გჯერა იმის, რომ შენ გაქვს იმის ძალაუფლება, რომ არაფრისგან შექმნა რაღაც. და ყველას ახლა ამ ვიდეოთი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდით მართლა, აი თქვენ ცხოვრებაზე დაფიქრდით, რამდენ რომელ ასაკშიც არ უნდა იყოს მნიშვნელობა, რა აქვს სკოლაში ხარ, 20 წლის ხარ, 30 წლის ხარ, 50 წლის ხარ. არასდროს არ არის გვიან, რომ წამოიწყო ის, რაც გინდა, რისი ოცნებაც გაქვს, და განახორციელო ის და ყველაფერი რითი იწყება. ყველაზე საინტერესო და ყველაზე ასე რომ ვთქვათ მოსაშვები იდეა ამ ყველაფერში არის ის, რომ ყველაფერი იწყება შენი წმენის შეცვლით. აღარ ხარ რელიგიაზე არ მაქვს მე ლაპარაკი. შენი რწმენები რა არის შენი რწმენები ყოველდღიურად რა გჯერა შენ თავზე. მე მაგ შენ თავზე ლაპარაკი. ჯერა იმის რომ შენ გაქვს შესაძლებლობები თუნდაც რაღაცის გამოგონების გჯერა იმის რომ შენ ხარ ჭკვიანი. ელემენტარულად დავიწყოთ. გჯერა იმის რომ შენ გაქვს ენერგია იმის რომ იმოქმედო. გჯერა იმის რომ შენ შეგიძლია ადამიანებთან ადვილად შეხვიდე ურთიერთობაში. აი მაქედან იწყება ყველაფერი. და მერე ლაგდება შემდეგი ეტაპები, როგორიც არის შენი ფიქრები, რომელსაც შენ ფიქრებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს სხვათა შორის, ძალიან დიდი ძალაუფლება. მაქედან მერე მოდის შენი რაზე აკეთებ ფოკუსირებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ სამყაროს არ აქვს სამყაროს არ აინტერესებს შენ მოგწონს თუ არ მოგწონს რაღაცა. სამყაროს აინტერესებს რაზე აკეთებ ფოკუსირებას. აი მაგალითად ჩვენ თუ წუწუნებთ რაღაცაზე, რომ აი ძალიან არ მინდა ეს სამსახური, აი არ მინდა სამსახური და რაღაც. სამყაროს არ აინტერესებს შენ რომ არ გინდა ეს სამსახური. სამყაროს აინტერესებს ის რომ შენ ამახვილებ ცუდზე ყურადღებას. და ცუდზე რომ ამახვილებ ყურადღებას, ის გიმრავლდება. რასაც ყურადღებას ამახვილებ, ის გიმრავლდება. ეს არის სამყაროს კანონი. კიდე მაქედან არის ანუ რწმენა, შენი ფიქრები, ემოციები, ამაზე ცალკე ვიდეო ჩაიწერება, შენი ემოციები, რას განიცდი დღის განმავლობაში, შენ სამყაროს და შენ რეალობას ქმნის შენი ემოციებით. იმიტომ რომ შენი ემოციები არის დამუხტული, გარკვეული ენერგიით. საერთოდ ყველაფერს სამყაროში აქვს ენერგიის მატარებელია, აი ნებისმიერი ეს პასტასაც ენერგიას გამოყოფს. ასე რომ შენ ფიქრებსაც და ემოციებს აქვს დამუხტვა გარკვეული ენერგიის. არის დაბალი დამუხტვის ენერგიები და არის მაღალი დამუხტვის ენერგიები, რომელზეც ცალკე ვილაპარაკებ, ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოებს და დამიკომენტარეთ, მაინტერესებს თქვენი რეაქცია თუ გაინტერესებთ ეს თემა. და ხო, ასე იგი წმენა, ფიქრები, ემოციები და რაზე ამახვილებ ყურადღებას. აი ეს ქმნის ამის კომბინაცია ქმნის თქვენ იდენტობას. თქვენ პიროვნებას. და აქედან გამომდინარე იქნება თქვენი გარეთა სამყარო. და თქვენ თუ გინდათ რომ თქვენი პიროვნება შეიცვალოს, ანუ აღარ გინდათ ისე იცხოვროთ ცხოვრება, როგორც აქამდე ცხოვრობდით, როცა თქვენი თავის არ გჯეროდათ, როცა ყველაფერზე უკან იხევდით, როცა გქონდათ რაღაცის შიშები, როცა გქონდათ არ გქონდათ რწმენა თქვენ თავში და გარეთა სამყაროში, აი ამ ყველაფრის შეცვლა
ხდება და ყველაზე კარგი რა არის? თქვენ გაქვთ 100% კონტროლი ამაზე. თქვენ ხო გარეთ სამყაროზე თითქმის არანაირი კონტროლი არ გაქვთ. თქვენი მეზობელი რას მოიქმედებს, თქვენი ცოლი რას მოიქმედებს, თქვენი შვილი რას მოიმოქმედებს. ამაზე არ სიმართლე ვთქვათ ეხა, ამაზე კონტროლი ილუზია. ანუ თქვენ თუ გონიათ რომ ამაზე რამე კონტროლი გაქვთ, ეს ილუზია სინამდვილეში. მაგრამ აი თქვენ შინაგან სამყაროზე, რაც მე ვთქვი ეხა, თქვენ რწმენაზე, თქვენ ფიქრებზე, თქვენ ემოციებზე, თქვენ რამაზე ამახვილებთ ყურადღებას, ამ ყველაფერზე გაქვთ 100% კონტროლი. და წარმოიდგინე 100% კონტროლი რაზეც გაქვს ის რომ გიქმნის გარეთა სამყაროზე, ეს რამხელა შვებაა. ადამიანო, ეს რამხელა შვებაა, რომ იცოდი რომ შენ შეგიძლია შენი სამყარო შექმნა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი იწყება იმით, რომ თქვენ უნდა დაიჯეროთ თქვენი თავის, თქვენი შესაძლებლობების და მორჩით, გეყოთ პატარას თამაში, გეყოთ თქვენი თავის დაპატარავება. მე არ ფიზიკურობაზე არ მაქვს ლაპარაკი, თუმცა ზოგი ფიზიკურათაც ცდილობს, რომ როგორც შეიძლება რაღაც გახდეს და რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დაიკავოს. არა, გვეყოთ ჩვენ ვართ მინი ღმერთები, ღმერთის იმიჯში ვართ შექმნილები და ის რომ ჩვენ თავს ეს იაბუჩად ვიგდებთ, ეს ღმერთის უპატივისცემლობაა და ჩვენი თავის უპატივისცემლობაა. და ამას ბოლო უნდა მოიღოს თუ გინდათ რომ თქვენ სრულყოფილი ცხოვრება იცხოვროთ და ვის არ უნდა სრულყოფილი ცხოვრება იცხოვროს. ეს ცხოვრება ხო წამია, წამი და რა დაფიქრდი. შენ სიკვდილის წინ ხარ და უკან მოიხედები და რა? ის უნდა გაგახსენდეს რომ გეშინო და არ გინდოდა წინ სხვა, იმიტომ რომ ვიღაცის აზრი გაინტერესებდა, ვიღაცის განსჯა ითვალისწინებდი. არა. გვეყოს ჩვენი თავისთავი დაპატარება, გვეყოს სრულყოფილებისკენ სირბილი. ყველაფერი იწყება ეხლა, ამ წუთას. აი ზუსტად ამ წუთას. ცხოვრება ხდება ამ წუთას. არა ხვალ, არა ზეგ, არა მაზეგ, არა მომავალ წელს, არა 5 წელში, დღეს. დღევანდელი ამ წუთს აი ამ წამის საქციელებით და გადაწყვეტილებებით იქმნება შენი სამყარო. და მე მოგიწოდებთ დღეს რომ იყოთ თქვენი სამყაროს შემქმნელები და ნუ ხართ პასიურები თქვენ ცხოვრებაში. გახდით აქტიური შემქმნელები თქვენი რეალობის. თუ ეს ვიდეო თქვენ გაინტერესებთ, დაალაიქეთ და subscribe-ი გამიკეთეთ და დამიკომენტარეთ თუ გინდათ ემოციებზე შევქმნა შემდეგი ვიდეო.